საერთაშორისო გამჭვირვალობას საქართველოს ახალი ვებგვერდის ჩემი ქუჩაჯი პრეზენტაცია გამართა. საერთაშორისო გამჭვირვალობას საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, თბილისის მცხოვრებლებს ახალ ვებგვერდზე ქალაქის ქუჩებში არსებული პრობლემების შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინებების განთავსება შეეძლებათ. რაც გიგაურის თქმით საფულო ჯამში ამ პრობლემის მოგვარება შეუწყობს ხელს. ვებგვერდზე პრობლემის ატვირთის შემდეგ თბილისის მერია ელექტრონული ფოსტის საშუალებით ავტომატურად მიიღებს შეტყობინებას. პრეზენტაციას დღეს დედაქალაქის მერიც დაესწრო. თბილისის მოსახლეობა საშუალება ექნება სულ რამოდენიმე წამში შეატყობინონ თბილისის მერიას თუ რა პრობლემები არის მათ ქუჩაზე და დარწმუნებული ვარ რომ ეს პრობლემები უახლოეს პერიოდში გადაწყდება კიდევაც. ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული იგივე გზის შეკეთებასთან ან მაგალითად რაღაც წყალგაყვანილობის პრობლემებთან ან ლამპიონი თუ იქნება გაფუჭებული მაგალითად აი ესეთ შემთხვევებთან იქნება კავშირში. წარმოდგენილი პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმისათვის რომ ჩვენ ოპერატიულად მივიღოთ ინფორმაცია, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ყველა ქუჩაში არ დგას კამერა, ყველა ქუჩაში არ არის პოლიციელი, რომ ინფორმაცია მოგაწოდოს ყველა ქუჩაში მერიის თანამშრომელი ბუნებრივი ვერ გაიგოს. ამიტომ მთავარი არის რა, ყველა ქუჩაში ცხოვრობს ყველა ადამიანი, რომელსაც შეუძლია შეტყობინება დატოვოს. ინფორმაციის მიღებისთვის არის ნამდვილად კარგი საშუალება, თუ კიდევ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ თბილისში ინტერნეტით მოსარგებლეთა რაოდენობა ყოველწლიურად საგრძნობლად მატულობს. ეს იყო ჩემს ხელთ არსებული ბოლო